ესეც გემრიელი თაფლი. ძალიან მინდა რომ ჩემს მეგობრებს გავასინჯო. წავალ ახლა და ლამბაქებს მოვიტან. რაღაც გემრიელი სუნი მცემს. ვაიმე, მგონი თაფლია. როგორ მიყვარს. ვაიმე, უდგარი. მოგესალმებით, მე დოდიანა ვარ. ძალიან მიხარია რომ გვიყურებთ. ახლა ჩემი მეგობრებით შემოგვიერთდებიან. ისე ყვანჩალაც დამპირდა რომ ჩვენთან მოვიდოდა, მაგრამ მე მგონი დაეძინა. არ ვიცი, ნახოთ. ой, ბავშვების ხმებიც მესმის. მგონი მოვიდნენ. გამარჯობა, მე ვარ ნიტა მოსაშლი, მე ვარ 5 წლის. გამარჯობა, მე ვარ თამარ მაღლაძე, მე ვარ 5 წლის. გამარჯობა, მე ვარ ილია ქაჯაია, 5 წლის. გამარჯობა, მე ვარ მართა გოროზია, 4 წლის. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ახალაია, მე ვარ 5 წლის. გამარჯობა, მე ვარ ნინო ნარიმანიძე, 5 წლის. გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ნიტა. დაბრძანდი? გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ნიო. რა ლამაზი გოგო ხარ? გაიქეცი? გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, მარიამ. რა ლამაზი გოგო ხარ? დატრიალდი აბა? გაიქეცი დაჯექი? გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, მართა. დაბრძანდი? გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, თამარ. დაბრძანდი? გამარჯობა, დოდიანა. გამარჯობა, ილია. როგორ მიხარია აქ რომ ხარ? მოდით ახლა მაყურებელს მივესალმოთ, კარგით? გამარჯობა. ერთი რამ მაინტერესებს ახლა მე. ეხლა აციოს ხელი იმან, ვისაც ძალიან უყვარს თაფლი. მე. თქვენ ალბათ ისიც გეცოდინებათ, ვინ გვიმზადებს თაფლს? ფუტკარი. იცით რა არის ბავშვებო? ჩვენს ყვანჩალასაც ძალიან უყვარს თაფლი. დამპირდა მოვალო. ვიფიქრე გავასინჯებ ჩვენს გემრიელ თაფლს, მაგრამ მე მგონი დაეძინა. ვაიმე, ნედა ისევ აქ არ თუ გაბრინდა. ვაიმე, მგონი აქ არის. მეშინია, ვაიმე, რა ხდება? ბავშვებო, გესმით? ხმაი, რაღაც ხმა არის, ხო? მეშინია. ხმა? ნედა სად არის ყვანჩალა? გონი დაგვემალა, ხო? მოდი მოვძებნოთ. როგორ მეშინია? სადღაც ფუტკარია. არა და თაფლი როგორ მიყვარს? ვაიმე. ყვანჩალა, შენ რა დახუჭობანას გვეთამაშები? მე და ბავშვები ისე გაგვახალისე. დოდიანა, რა დახუჭობან არის დახუჭობანა? სანამ თქვენ მოვიდოდით, უდგარმა ისე შემოაჟირა. არ მოგიდგენია, ლამის მიგმირა ჩემს ლამას ხვირზე. ყვანჩალა, არ მგონია ფუტკარს ასე უმიზეზოდ ეკბინა შენთვის, მაგრამ იცით რა არის? სჯობს, როდესაც ფუტკარს დაინახავთ, თქვენს ყოველი შემთხვევისთვის თავი ავარიდოთ. ხომ ასეა ბავშვებო? ფუტკრის დაკვენი ძალიან საშიშია. რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე. შენს ხომ იცნე? მაშინ ჩვენ დავიწყებთ. ფუტკრის ნაკბენი ძალიან საშიშია, ეს ყველამ უნდა იცოდეს. თუ ისა მოხდა, რომ ფუტკარმა გიკბინა, იცი რა უნდა ქნა? მაშინვე უფროსებთან უნდა მიხვიდე.
ფუტკრის ნაკმენ დაგვიმუშავებენ უფროსები. ან ექიმთან წაგვიყვანენ და იქ დაგვაკვირდებიან. თუ ფუტკარი გვიქმენს, შეიძლება არ ეგია საგვემარდოს. მაგრამ არა უშავს ექიმები დაგვეხმარებიან. თუ სადმე ფუტკარს დაინახავთ, არ გააბრაზოთ. ხო კარგად დაიმახსოვრეთ. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო ასეთი სასარგებლო რჩევებისთვის. ისე კი, ფუტკრები ყველგან ცხოვრობენ, სადაც ყვავილებია. და ისინი გვაძლევენ სასარგებლო ნექტარს. ფუტკრები ამხელები არიან. გულსაწრიმეზე იწდებიან. ერთი საინტერესო რაღაც იცოდით? ფუტკრებს გრძელი ბუსუსები აქვთ. თავისი გრძელი ბუსუსებით ფუტკრები ყვავილების ნექტარს აგროვებენ. ერთი საინტერესო ამბავი იცოდით ფუტკრებზე? თუ არ იცოდი, ახლა გაიგებ. ფუტკრები ბუდეს აშენებენ. შიგნით გვერდებს დებენ. ფუტკარი ძალიან სასარგებლო მწერია. ის ადამიანმა მოიშინაურა. მადლობა ბავშვებო, თუმცა დღეს ნამდვილად გადაურჩი ფუტკრის კაბინას. ახლა კი დროა თქვენი ფუტკრების ცეკვა გვაჩვენოთ. ოლა მასწავლებელთან ერთად რომ დადგით ჩვენთვის. მზად ხართ? დია! რა საინტერესოა, ერთი სული მაქვს, როდის იცეკვეთ? აბა, გთხოვთ. ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. დაიმახსოვრეთ, თუ ბუნების წესები კარგად გეცოდინებათ, აუცილებლად შეძლებთ მათთან მეგობრობას. ნახვამდის, ნახვამდის. მოიცადა. ყვანჩალა სად არის? რა გემრიე